დღეს გვექნება გრანდიოზული ვიდეო და რატო იქნება დღევანდელი ვიდეო გრანდიოზული? იმიტომ რომ დღეს გადავრჩებით 24 საათი თოვლიან ტყეში ურთულეს პირობებში. ახლა არის -5 გრადუსი, აი ძალიან ცივა, გამეყინა ყველაფერი. ჩემთვის წარმოუდგენელია ესე სიცივეში და მით უმეტეს თოვლში, უღრან ტყეში რომ საერთოდ არაფერი არ არის, არც მაღაზიები არ არის, გადარჩე. ძალიან რთულია. დღევანდელი ჩელენჯი იქნება შემდეგში, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა გადარჩეს 10 ლარად, ხო რომ მეორე ჩვენგანი 100 ლარად. ანუ მე 100 ლარად, ქრისტი 10 ლარად სავარაუდოდ რა. ეხა რომ ვერ მოვიგო, ჯობია რომ ან ხედა მეცეს, ან თოვლში მოვყვე, ან მე ხიდა მეცეს. მოდი ჯეირანი ვითამაშოთ? ჯეირანი ვითამაშოთ. ერთამდე. ჯეირანი. არა, შემო. ვაიმე. საჭიროა. ძლივს რაღაცა მოიგე, აი ახლა 100 ლარიც არ იყოს რა. არა უშავს, მე დღეს განახებთ 100 ლარს როგორ უნდა გადარჩეთ ძალიან მაგრად. ქრისტი აზრზე არ არის და ვერც ერთხელ ვერ გადარჩა წესიერად და მე განახებთ 100 ლარს როგორ უნდა. ასევე დღეს გვექნება ვიდეოში ჩელენჯები და ვინც ამ ჩელენჯში გაიმარჯვებს, მიიღებს ბონუს, რაღაც ნივთის სახით, რომელიც აუცილებლად გამოადგება თოვლში. მე ვფიქრობ, რომ მანდას მე გავიმარჯვებ და მანდას წააგებ. იმიტომ რაღაცა ვფიქრობ, რომ კარმა შემომიტრიალ და ჩემ ხარის არის. წავედით ეხლა ხალხო, შევიძინოთ რაღაც ნივთები და მანამდე უყურეთ უბრალოდ რანაირი თოვლიანი ტყე არის. წავიდა. მორალურად უკვე განვეწყე, რომ 10 ლარად უნდა გადავრჩე 24 საათი, ამიტომ ეხლა მოვედი ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადარჩენისას არის აი ეს პირველი მომენტი, რომ შეარჩიოს სწორად ის ნივთები, რაც გჭირდება და აუცილებლად დაგჭირდება. მით უმეტეს ეგეთი მოკლე ბიუჯეტი როცა გაქვს. წავიდეთ ეხლა შევიდეთ ჰიპერმარკეტში და ავარჩიოთ საუკეთესო ნივთები. ქრისტის როცა ხვდებოდა 10 ლარი, ყველა ამბობდით, რომ ძალიან მაგრად გადარჩა და ჩემსაც ჯობდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა განახებთ რეალურად როგორ უნდა გადარჩე 10 ლარად. 10 ლარი შეიძლება არც დამჭირდეს ხალხო. შო, წავედით. მე შემოვედი იგივე სუპერმარკეტში, სადაც გიორგი არის და კარავი არ ვიყიდე, რადგანაც უინტერესო იქნებოდა ვიდეო და მინდოდა ჩემი სქილები მენახებინა, იმიტომ რომ ნახავთ როგორ შემიძლია სახლის აწყობა და ვიყიდე აი ეს ხალხო. თქვენ ნახავთ როგორ სასახლეს ავაწყობ. ვერც კი წარმოედგენ, ხო რაღაცა ისეთი რაღაც პენოპლასტი რაღაც უბრალოდ გონიათ და მიჯერეთ სასახლეს ავაწყობ და გიორგი კიდე უბრალოდ თოვლზე ესე წამოწება. მიხარი 100 ლარი ჩემია. რა მაგარია. ძლივს არ მოდიოს ახალ, ხო, ანუ დაწერეთ რა. ღირსი ხო ვიყავი, რომ 100 ლარი მომეგო. ანუ ხო ვიყავი ღირსი, ახლა ფაქტია. სანამ შემდეგ ნივთს ვიპოვი, წინა საახალწლოდ აუცილებლად გამომიწერეთ საჩუქარი, გამიკეთეთ. აი, subscribe-ს ხო ხედავთ, აი აქ დაბლა. მიმა-subscribe-ეთ ხალხო. მაჩუქეთ. ერთი გამომწერი, კიდე მეორე, მესამე და ასე შემდეგ. ავიდეთ 100.000-ზე. როგორც წინა ვიდეოებში გითხარით, ტყეში გადარჩენისას აუცილებელი არის სახლის აშენება. აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს ბევრი ფული და უნდა ვეცადო, რომ მაქსიმალურად იაფად ავაშენო სახლი, ისეთი რომ თან წვიმისგან არა, მაგრამ თოვლისგან დამიცვას აუცილებლად. მე გადავწყვიტე, რომ ტყეში ავაშენო ხეებისგან სახლი პლუს თოვლსაც დავიხმარებ და ვიყიდე აი ესეთი ხამუთები, რომელიც 2 და 80 ღირდა, რაც დამეხმარება კონსტრუქციის შეკვრისთვის. ნახავთ უბრალოდ რა მაგარ სახლს ავაშენებ. მერწმუნეთ, ეგეთი სახლი ჯერ არ ყოფილა ჩვენი გადარჩენის ვიდეოებში. შემდეგი ნივთებით ავარჩიე მაყალი და შეშა. წინაზე მართლა ვერ ხვდები გიორგი ამდენს რატო ვერ ფიქრობდა, აი დღემდე ჩემამდე არ მოდის, ამდენი ფული ქონდა და ვერ ფიქრობდა რა უნდა იყიდა. ეხლა ნახავთ მასტერ-კლას, როგორ შეგიძლიათ იცხოვროთ ბიუჯეტურად, მაინც 100 ლარი ბიუჯეტურია და თან დიდრულად. შეშა, იმიტომ მინდა ეხლა მშრალი რა, ტყეში არის ძალიან სველი შეშა და მაგას ვერ დაანთებ და კიდე მაყალი ეხლა თოვლზე ხო ვერ ავანთებ მშრალ შეშას. და ესე შევწოვ კიდე მან რაღაცებს. ახლა განახებთ რა ნივთები შევიძინე ჯამში. სულ ეს არის ჩემი ნივთები. ალბათ არაფერი არ ჩანს და მართალია არც არაფერი არ უნდა იყოს დიდად. თოვლში ერთადერთი რაც არის შეუძლებელი არის საჭმლის მოპოვება, იმიტომ რომ ანუ ყველაფერი გამხმარია, არც ხეებზე არ ამოდის არაფერი. ცხოველს მე ვერ დავეწები და ვერ მოვკლავ, ფიზიკურადაც ვერ მოვკლავ, იმიტომ რომ არ მიყვარს ცხოველების მოკლა. ამიტომ ვიყიდე აი ესეთი ლობიო კახურად. ცილა არის აუცილებელი ზოგადად გადარჩენისას. ენერგიაზე რომ მომიყვანოს, ნახშირწყალია საჭირო, მაგრამ არა უშავს, მე ცილა ვიყიდე. ხო და აი ესეთი კახურ ლობიოს შევჭამ. თუ დაამუღამეთ, ეს არის ქილა.
ამას რაღაცეებში კიდე გამოვიყენებ, მე გეტყვით, ეხლა ტყუილად არ დაგასპოილერებთ. ამას დამატებული ეს კი განახეთ ხამუთები რო ვიყიდე და გითხარით კიდევაც რისთვის ვიყიდე, მაგრამ ერთი პრობლემა არის, რომ ცოტა ჯოხები ჭირს ამ ტყეში, რატომღაც მარტო გრძელი წვეტიანი ხეები არის და ეგ მე მგონი ვერ გავთვალე, მაგრამ რაღაცებს მაინც ვიზავ. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ასანთი. ალბათ ეხლა ყველა ფიქრობთ, რომ სველ ჯოხს როგორ უნდა გავუკიდოს, მარტო ასანთი თუ, მაგრამ ერთი ძალიან მაგარი იდეა მაქვს და მაგას მე მოგვიანებით გაგანდობთ. ამას დამატებული ძირითად შემთხვევაში მე და ქრისტი ხო ვიყავით ხოლმე გადარჩენებისას ცალ-ცალკე რა. ამ შემთხვევაში მე და ქრისტი ვართ გვერდიგვერდ, აი ექვე არის ქრისტი და ახლო ვიქნებით, გადამღები დღეს არ ვყავს და ქრისტი მიიღებს. ამიტომ მეც ქრისტის გადავუღებ თან. ამიტომ როცა შევხედავ რომ ქრისტი გარტყმაჭერა გადარჩენის, აი ექვე ადგილზე დავწინებ და შორს დასვლა აღარ მომიწევს. სუპერმარკეტში რაც ვიყიდე არის მაყალი და პენოპლასტი და კიდე რა თქმა უნდა შეშის გარეშე არ შემიძლია. დავამატე კიდე წყალი. ეს ჭიქა სახში მქონდა და რაღაცო მეყიდა, ისეც ვიცი ამის ფასი. აი ეს ნიჩაბი რომ თოვლი ხომ უნდა ამოვიღო და თევზი ხალხო სალამ აქამდე ამოვედი გაიყინა და თევზი რა მიშხონა შევწვა ტაფა ვერ ვიყიდე იმიტომ ძალიან ძვირი ღირდა რატო ღირს ესეთი ძვირი ტაფები არ ვიცი აი ამ რაღაცაში ფოლგაში შევწვალ ცეცხლს დავანთებ თევზს ჩავაგდებ სახლს ავაშენებ აი ავიცი უმდიდრესულად ვიცხოვრებ თოვლში. დარწმუნებული ვარ არ შემცივდება. როგორც ყოველთვის გეუბნებით, ტყეში გადარჩენა აუცილებლად უნდა დაიწყოთ სახლის აშენებით. ნუ, ჩემ შემთხვევაში ქოხის აშენებით. ყინულის ქოხის აშენებით. ხო და სულ იმას ვფიქრობდი, რომ ხელები არ გამიყინო და რაღაცა მსგავს, იმიტომ ხა ხელით თოვლისგან რაღაც რო ააშენო არის ფაქტურად არარეალური და შეიძლება რომ მთელი დღე წაიღოს. ჰოის აუცრებავ. სასწაულები შეიძლება ვიღაცებს არ გჯერათ, მაგრამ ვებჯერა. აი მოდით ეხლა. ამ ტყეში შემოვედი, პირველი რაც თვალში მოხვდა და ქრისტიმ სავარაუდოდ ვერ დაინახა, იმიტომ რომ ნიჩაბი ისედაც აქვს, არის ეს ბოთლი. ვერ იტყვის ვერავინ რომ ჩემი ჩადებული, აი მოიტანე ქრისტი მოიტანე აქ კამერა. შეახედე უბრალოდ. ანუ ეს არის ბუნებრივად აქ ვიღაცამ დატოვა და მორჩა, ანუ იყო აქ საუკუნე არის უკვე აქ დევს. ამას ავიღებ და როგორც ნიჩაბს ისე გამოვიყენებ, რომ თოვლი მივაყარო და ხელები არ დამისველდეს. ამას უყურეთ ხალხო, შიგნით არის ყინული დაჟე. ეს ყინული არაფერში არ გამომადგება, შეიძლება ვიღაცის ნადორმლი წყალი იყოს, მაგრამ არა უშავს რა. აი ესე, აი თოვლსა ესე როგორც ნიჩაბს ისე გამოვიყენებ აი ამ რაღაც. შეიძლება ყინული არ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა სიმართლე რომ ვთქვა. ავაშენოთ ეხა უმაგრესი თოვლის სახლი. ახლა განახებთ ისეთ რაღაცას, რაზეც მთელი გზა გიორგი დამცინოდა და მეუბნებოდა რაში მჭირდებოდა. ცელოფანი მომცეს მაღაზიაში, თხოვე და მაჩუქეს. ეხლა განახებთ. მოიპარე, რა გთხოვეს, მოიპარე. კაი ხო, გავწიე. დიდი ამბავი ახლა ორი თეთრი არავის არ დააკლდება. და რა ქვია, განახებთ როგორ უნდა გაითმოთ ფეხები სიცივეში, როდესაც ფეხები გისველდებათ. თოვლში ზოგადად შანსი არ არის, რომ წყალი არ შეგივიდეთ ფეხსაცმელში. ამიტომ, რომ არ დაგისველდეთ და თან არ გაგეყინოთ ფეხი და განგრენაც არ დაგემართოთ, ხო? უნდა ამოიცოთ ცელოფანი. აი ესე. მერე ჩაყოთ ფეხი. ესე და გექნებათ თბილად. არც დაგისველდებათ და არც გაგეყინებათ სიმხურალეს შეინარჩუნებს ეს ცელოფანი. ეხლა ვისაც 41 ზომა გაქვთ ფეხსაცმელი, ესეთი პატარა ცელოფნები არ გამოგადგებათ, მაგრამ შეგიძლიათ ნაგვის ცელოფნები დაიცროთ და ის ამოიცვათ. მიხლევთ ალბათ ყველანი რომ აი ეს ხიანი ადგილი სპეციალურად ავარჩიე რა. იმიტომ რომ ეს დამეხმარება რომ ძალიან მარტივად ავაშენო სახლი. პირველ რიგში რაც უნდა ვქნათ ეხლა სახლის აშენებისას, აი ქვევით აი ეს თოვლი რაც დევს, უნდა ავიღოთ და გადავფრიკოთ, იმიტომ რომ თოვლზე რომ უბრალოდ ჩემი მეხუთე წერტილი დავდო, გამეყინება ყველაფერი. ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა ვქნათ, აი ეს თოვლი მივყაროთ აქ და ამოვავსოთ აი ეს სივრცე, რომ ღამე ქარმა არ შეგვაწუხოს. რავი, შეიძლება ქარიც არ ვთარ იყოს, მაგრამ მაინც ნიავი რო გირტყავს ცუდია. თან სახლი ყველა მხრიდან დახურული უნდა იყოს. თან ამას დამატებული ჩემთვის ზურგი არის ყველაზე რთული წერტილი. მან თუ ქარმა დამიბერებს, შეიძლება მთლიანად ვარ გაყინული. მე მგონი ვბერდები. მოკლედ ეხა ამ სახლს ავაშენებ ნედა და განახებთ. ხედავთ. ზურგში აღარ დამიბერავს ქარი, იმიტომ რომ ეს ადგილი ამოავს. სულ ეხა პატარ-პატარა გვერდებში მივაყრი, ერთ გვერდში, მეორე გვერდში, ამაზე ცოტა ალბათ დავალაგებ რაღაცას და სულ ეს არის და ეს რა. არ მგონია ისეთი მოწმენდილი ამინდია, რომ წვიმით ასიანი არ იწვიმებს. თავი არის, რომ უბრალოდ ნიავმა არ დამიბეროს და
ცეცხლს რო დავანთებ, პატარაზე მაინც შეინარჩუნოს სითბო იმ ჩემმა ქოხმა. როგორც გითხარით, სახლი უნდა ავაშენო აი ამ პენოპლასტის და სანამ პენოპლასტის სახლს ავაშენებ, ჯერ უნდა გავთხოვ ჩემი თოვლი, რომ ცოტა ირგული კედლები ამოვაშენო, მერე პენოპლასტის დავალაგო, მოკლედ განახებთ ყველაფერს დეტალურად, როგორ შეგიძლიათ პენოპლასტით სახლი აიშენოთ, არც ერთი ადგილი გაგიცივდეთ, არც ბეჭები და არც თავი. რაღაც პროცესამდე უკვე მივიყვანე სახლი, უყურეთ, აი, რაღაც პატარა კედლები მაქვს, უკან საერთოდ ზურგი დაფარული არის, ხო, ხედავთ, ამოვავსე. აქაც ცოტა ამოვასუფთავი, რომ სიღრმე მიეცეს, რომ როდესაც დავწვევი აქ ქარმა არ დამიბეროს და ეს ყველაფერი შევძელი, წარმოიდგინეთ აი ამ ბოთლით. ეხლა წავალ ხამუთებით ყუდად ხო არ ვიყიდე, ვიპოვი ჯოხებს, ცოტა დიდ ჯოხებს და ესე ჩავარჭობ და გავაკეჩებ ჭერს. ხამუთებით კიდე დავამაგრებ ერთმანეთზე. წავედი მოკლედ და განახებთ, ეხლა რაც სივია, აქ რაღაცა უნდა დავიფინო, ან ჯოხები, ან რაღაც მსგავს თორე გამეყინება. ამოვთხარე უკვე ორმო, სადაც ჩავაფენ ჩემ უთბილეს პენოპლას, რომელიც სითბოს იკავებს და არ გაგიყირავთ ერთ ადგილს, აუცილებელია, როცა თოვლში მიდიხართ, დაიფინოთ ძირს რამე. თუ არ დაიფენ და გონიათ რომ უბრალოდ თოვლზე წამოიჯდები და თერმული რამე გაცვია და გაგათბობთ, ძალიან ცდებით. სიცივეში გაიყინებით მაინც. იმიტომ რომ ცივია თოვლი და გაყინულებით, უმეტეს ღამე, როდესაც -10 გრადუსამდე, 12 გრადუსამდე ვარდება ტემპერატურა. ამიტომ აუცილებლად თუ რაღაცა ძვირიანი არ გინდათ რომ შეიძინოთ, იყიდეთ პენოპლასტი და დააფინეთ ძირს. ეხლა როგორც მე გავაკეთებ და დამიჯერეთ მთელი ღამე აი ამაზე რომ გეძინოთ და ირგვლივ თოვლი გქონდეთ ძალიან თბილად იქნებით, იმიტომ რომ თბილი სითბოს შეინარჩუნებს. ავიღოთ ეს პენოპლასტი. ერთი ესე. მეორე ესე. აი ესე გავაფართოვებთ კარგად. ჩავსვავთ თოვლში და გვექნება პატარა სამკუთხედის სახლი. ეს უბრალოდ არ მაქვს. ამას კიდე უკან ავაკრობთ. აი ესე. დანარჩენი რაც სივრცე დამჩა, ყველაფერს თოვლით ამოვავსებ. და კიდე შეიძლება ისინიც მოვატეხო და სამი ჩავაკუჭო. წინ ჩემი მაყალით ცეცხლს დავინთებ, გავთვები კიდევაც და არ შემცივდებ. ახლა წარმოიდგინეთ თოვლში ესეთი კომფორტი, რავი, წარმოუდგენელია, კარავი როდესაც არ გაქვს, ეს ყველაზე კაი ვარიანტია. 100 მეტრი გავიარე და ერთი ნორმალური ჯოხი ძლივს ვიპოვე. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული არის აი ამ თოვლში სიარული. უბრალოდ უყურეთ, თლიანად ვეფლობი, მუხლებამდე ჩავდივარ. და აქედან უკან რომ ამოიღო ეს ფეხი, ისევ ჩაყო, სახეს გაძრობს. ამიტომ თუ ვინმე ტყეში წახვალთ, ესე ჯოხები პირდაპირ წაიღეთ საიდან მე თქვენი უბნიდან გაციეთ. მოიმე ჯოხი. გთხოვ რა, გთხოვ. ქრისტი, რატო ვარდები, რა ხდება? ოპერატორის სნაიპერის პოზაში დაეცა, მაგრამ არა უშავს ვაგზეებს გადაღებას. აი, კიდე მეორე ჯოხი ვიპოვე, ორი ჯოხი უკვე მაქვს. ადამიანმა თავი ტყეში უნდა იგზნო როგორც ტარზანი. როგორც ტარზანი გრძნობდა თავს. ლიანები არ არის, თორე ხა გადავფრინდებოდი ჩემ ხოხამდე ეგრევე. შეხედეთ რა მაგარი სახლი გავაკეთე, სამკუთხედი და უთბილესია. გვერდებიდან სითბო მირტყავს, არც ბეჭები მიცივდება და ერთი ადგილით ძალიან კარგად გამithვა. როგორ მაინტერესებს გიორგი, როგორ გაძლევს ესეთი სახლის გარეშე მაინც. ანუ წარმოუდგენელია, იცი როგორ ცივა ხალხო? აი ვერ წარმოიდგენ ძალიან. იქიდან გამომდინარე რომ ღამე ცივა, გადავწყვიტე ესეთი მოკლე დასაჯდომი გამეკეთებინა და არ დამეძინა ცეცხლი რო ჩამიქრეს ღამე, ხო? გავიყინები -12-მდე არის ტემპერატურა და ვერ გავუძებ ვერანაირად. აქ დავждები ესე, წინ დავიდებ მაყალს, ცეცხლსაც დავინთებ და არ გავიყინები მთელი ღამის განმავლობაში. მოგეთ, აი ეს პატარა კონსტრუქცია უკვე შევკარი. და ეხლა დადგადრო რომ ჩემი ნაყიდი ხამუთები გამოვიყენო და გავამაგრო ეს კონსტრუქცია. რაც შეეხება ეხლა ამის შემდეგ რა უნდა ვქნა? ჯერჯერობით არ ვიცი. იმიტომ რომ ჯოხები არის ძალიან რთული საშუალებელი მართლა, რაც არ უნდა უცნაური იყოს თოვლიან ტყეში, მაგარი რთულია რომ ჯოხები იპოვო. ან შეიძლება ეგეთ ტყე არავი რომ ჯოხები არ ყრია. რას გაიგე? ხო და ეხლა ამ ყველაფერს შევკრავ. ვეცდები რომ პატარა ჯოხები დავაყარო ზევიდან. ეხლა აქ არის დაახლოებით არ ვიცი რა, მინუსები რო არის და მინუს გრადუსები რო არის, ასიანი ვიცი. მაგრამ რო გითხრათ რომ მცივა, არა, საერთოდ არ მცივა. ალბათ იმიტომ რომ იმდენივი არის და ისეთი რთული არის აი ამ თოვლში სიარული, რომ უბრალოდ მცხელა. ზოგადად გირჩევთ რომ თუ ტყეში ან სადღაც წახვალთ, აუცილებლად თერმოტანსაცმელი იყიდოთ. რა სითბოსაც თქვენთან გამოყოფთ, ის დაგროვდება შიგნით და გარეთ არ გამოვა, მოკლედ და გათბები. აი, ტყეში გადარჩენისას ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამი რამ.
პირველი რომ სახლი ააშენო, მეორე ცეცხლი დაანთო და მესამე საკვები და წყალი რა თქმა უნდა. იქიდან გამომდინარე რომ უკვე ავაშენეთ სახლები, მე თითქმის ავაშენე და ქრისტიმ უკვე ააშენა. გადავწყვეტეთ რომ პირველი ჩელენჯი ჩაგვეტარებინა და აი ესეთი ნივთი გვაქვს. რომელიც არის მოიხურავ ან შიგნით ჩაწვებიან რაღაც და თბები მოკლედ რა. ალბათ გეცოდინებათ ერთ-ერთ ვიდეოში გამოვიყენეთ კიდეც. ესეთი ჩელენჯი გადავწყვიტეთ ახლა მე და ქრისტიმ. ავიღებთ თოვლის გუნდას, ერთ-ერთ ხეს ავარჩევთ, აი მაგალითად იმ ხეს. პირველი ვინც გაარტყავს გუნდას, ის მიიღებს აი ამ უმაგრეს ნივთს, რომელიც ზამთარში აუცილებლად გამოგადგებათ. ამ ჩელენჯის ჩატარება იმიტომ მოვითხოვე აი ამ წამს, იმიტომ რომ მე მჭირდება ეს ნივთი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოვიგებ. ამიტომ კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ რომ გიორგი გაიმარჯვებ ჩელენჯში და ამ ნივთს მიიღებ შენ. ამანამდე ხალხო ძალიან გთხოვთ, ხომ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, ხომ მოგწონთ ტყეში გადარჩენა. წარმოიდგინეთ აი მინუსში, უბედურებაში, სადღაც თოლში ვლპებით მე და ქრისტი რომ უბრალოდ თქვენთვის გადავიღოთ ძალიან მაგარი ვიდეო და თქვენ ისე ამონოთ წინა საახალწლოდ. სწორედ ამიტომ აუცილებლად გაგვიკეთე ახალი წლის საჩუქარი და გამოგვიწერე. ძალიან გთხოვ რომ გამოგვიწერო, ერთი თხოვნა გვაქვს სულ, რომ გამოგვიწერე. პირველი ვარ მე და ეხლა ნახავთ როგორ მოვიგებ ამ გასათბობ საშუალებას და გიორგის გავყინავთ ამაღამ. გიორგი ერთი შანსი კიდე მომეცი გეღვეწები რა ავაცილე ხელი და მეჭიმა რა. ხო ეს კისერი მაგ გათიშული აქეთ. შანსი არ არის ქრისტე, შანსი. და ეხლა მივხვდი რომ ბავშვობაში ტყუილად არ მიგუნდავია. სახეს ვაძრობდი ყველას ბიჭო. წაიდა. აზი არა ხარ ქრისტე, აზრზე არა ხარ, შო. სად არის მოდი. ეს არის ჩემი. ეს ჩელენჯები გავაგზავნოთ ხოლმე, იმიტომ რომ ყოველთვის მე მოვიგებ. აზი არა ხარ, შენ ვერ თამაშობ, ზოგადად ძალიან სუსტი ხარ. პირველად მოიგე ისიც 100 ლარი და რა შენე რა პელნოპლასტის სახლი. ეხა უყურე ამით რა მაგარ რაღაცებს ვიზავ. წავედი მე ძმაო. იმდენად ბედნიერი ვარ რომ წარმოდგენაც არ აქვს. აი ეს მჭირდებოდა ძალიან, იმიტომ რომ აი ჟოხები და რაღაცეები ვერ ვიპოვე და შესაბამისად ცეცხლო დაბეთო სითბოს არ დაიჭერდა. ამიტომ ეხლა აი ეს არის ჩემთვის მიღწევა. შემოვახვევ ხა ზევიდან და ჭერი მაქვს. მორჩა. აი მე რა ძლიერი ხარ გიორგი. ოპაპა. რაც თავია ისო გადაიხურა, ეხლა მე ამას მოვაწესრიგებ. რაღაც წოტებს დავამტრევ, პლუს ჩემი ხამუთები უნდა ავიღო და გამოვიყენო კარგად, დავამაგრო და ეგ არის ჩემი სახლი არის მზად და იდეალურად და 100-იანი ვიცი რომ ჯერ ხო ფერი ჯობი აუცილებლად ქრისტის სახლს და მე კიდე დიდი მაინც არის ის რა არის, ანუ რა უნდა იჯდე მე აქ დავწვევი და დავიძინებ. დადგა დრო რომ ავაწყო მაყარი, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა ავაწყო და რამენაირად გავერკვევი. შენ არ დამეხმარები? აი. რამეში დაგჭირდება ჩემი დახმარება. ეს მე არ მჭირდება შენი დახმარება უკვე. მივხვდი რა უნდა გავაკეთო. ეს ამაზე ესე უნდა მივადო. დაიცა. რაიცა? ვერ ვაწყობ, გიორგი, რანაირად უნდა დავუმაგრო? ანუ შეხედე დირკები აქვს და ანუ ხრელები აქვს და არ მაგრდება ერთმანეთზე. ანუ ეს შეხედე ესე უნდა დაიდოს, ან ესე უნდა დაიდოს და რანაირად? აი ახლა თქვით უბრალოდ ვისი სახლი ჯობია, ჩემი თუ ქრისტის? აი ძალიან დიდი გამოვიდა. ძალიან. უყურეთ. ნახეთ უბრალოდ რა მაგარია. აი მართლა ძალიან კომფორტულია. აი ერთადერთი პრობლემა მაქვს და არ ვიცი მაგ პრობლემას რითი უშველო. ქვევით ამაზე რომ წვები როგორც წინაზე გითხარით, ძალიან ცივი და ძალიან სველი არის და რაღაც თუ არ დავაფინე, უეჭოლი ვიცი რომ გავიყინები და რაღაც აუცილებლად უნდა მოვიფიქრო. ხო ხედავთ ხალხო, ჩემ გარეშე არ შეუძლია არაფერი. ესე გადავწყვიტე, ქრისტი, დაგეხმარები. მაგრამ ერთი პირობით, თუ ამაღებინებ მანქანიდან ერთ ნივთს, რომელსაც მე მინდა იმას ავიღებ, მანქანიდან. კაი. უეჭოლი? უეჭოლი. რა კეთილი ხარ? რაღაცა გადავიწე. ო ისეთ რაღაცა რაც მე მჭირდება და ხე რა გინდა, რა იქნება ეგ უკვე ჩემია. ორჩა ქრისტი ავაწყე შენი მაყალა წავედი ხმე მანქანიდან ნავიღო ერთი ნივთი. სანამ მანქანიდან იმ ნივთს ამოვიღებ, რომელიც მე თვითონ მინდა. მანამდე უნდა გითხრათ რომ აი ხო ხედავთ აი ძალიან უბედურ თოვლს. ეხლა ვართ საბადურის ან საბუდარის რომელიღაც ტყეში ვართ მოკლედ რა. ეხლა ვართ საბუდარის ტყეში. და ამ საბუდარის ტყეში ისე ვერ ამოვიდოდეთ რო არა კარგი ბორბლები რა თქმა უნდა. ვისაც კარგი ბორბლები გინდათ, ეწვიეთ Elgro Motors, მისამართი იქნება აღწერაში, ყველანაირი ინფორმაცია იქნება აღწერაში და წარმოიდგინეთ, ბორბლები აქვთ 71 ლარიდან, ანუ ძალიან იაფად, რეალურად მეორადი ბორბლებიც კი არ ღირს ისეთი იაფი, როგორც ეს ახალი ბორბლები. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ ახალი ბორბლები დაითიოთ Elgro Motors-ში, თან ჯიგარი ხალხი არის, საკაიფოდ მომიმსახურებენ, რამე და გასიამოვნებით წამოხვალთ და პლუს კარგი ბორბლებით შეგრჩებათ. ეხლა წავედი და ავიღოთ ის ნივთი, რომელიც მე მინდოდა. მოდი.
აი ეს ნივთი ხალხო. ეს არის პარალონი, მიფენია ხოლმე იმისათვის, რომ ძაღლებმა სალონი არ გამიფუჭარა, როცა ჯერის ან ორეოს სვავ ხოლმე და ეხლა გამომადგება იმისთვის, რომ დავწვე ან დავჯდე ამაზე ჩემს სახლში. წავიდე და განახებთ ეხლა როგორ დავაფენ ამას. ჩემს შემთხვევაში ძალიან მარტივია ცეცხლის დანთება. აგერ მშალი შეშა მაქვს, აქ კიდე მაყალი მაქვს, ავანთებ მარტივად მშალი შეშის დანთებას არაფერი არ უნდა. ეს ანთებალც მაქვს. ხო, ეს დამატებით კიდე ვიყიდე, დამავიწყა მე თქვა ასლაში ჩავეტიე, რა თქმა უნდა, ვაიმე თოლი მადნება ზევიდან. გაიკიდა? გაიკიდა. მიდი. აი. ოპა, ცეცხლი დაინთო. აუ, რა კაი ცეცხლი აინთო, როგორ მაინტერესებს ახლა გიორგი როგორ დაინთებს თოვლში ცეცხლს. აი რაღაცა სოველს შეშაზე მოჭრო. დიდი ხანი არის დავადგი ძალიან მაგარ რაღაცას თვალი და ქრისტეს არ შემოჩნევია ეხაც მიყურებს რატო უიღებო ჯერჯერობით არ იცის რატო იღებს. ეხლა ისეთ რაღაცას განახებთ, რაც დამეხმარება გადარჩენაში ძალიან მაგრად. ქრისტე შენ კიდე გული დაგწყდება რომ ჩემამდე ვერ დაინახე. მოდი. აი მას ხედავ? ეს ხო გეგონა რომ უბრალოდ გადაჭრილია. აი ეს კუნძიმე შევამოწმე და უყურეთ. არის სუშეშა ხალხო. ამას უყურეთ. ცოტა ჩამოვფერთხავ. ეს არის სუშეშა. ქრისტე შენ კიდე ბოღმით გასკდი. ვერთო ჩემო. რა ძივე ხარ. დადგა ხალხო შემდეგი ჩელენჯის დრო. მე და ქრისტემ წინასწარ ვიცოდეთ რომ შეიძლებოდა რომელიღაცას ჩვენ შორის ვერ დაენთოთ ცეცხლი და ქრისტის ეცეგონა რომ ვერ დავანთებოთ ცეცხლს. მაგრამ დაანთო ხო? და მე ჯერ არ მიცდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ დაახლოებით 80%-ით რომ ეს სისველეში და სველი შეში ხით და რაღაცეებით ფაქტიურად შეუძლებელია რომ ცეცხლი დაანთო. თუმცა მე და ქრისტემ წინასწარ გავთვალეთ რომ ესეთი გასქურა გაგვეთამაშებინა ჩელენჯი და ვიღაცა შეხვედროდა. ეხლა ქრისტის რო შეხვდეს ნამდვილად არ ვიცი რაში დაჭირდება კიდე. არჩი უბრალოდ. მე რომ მქონდეს? არა. ჩელენჯი იქნება შემდეგში, აი ესეთი ორლარიანი გვაქვს. აი ესეთი. და თქვი ქრისტე არეული თუ რეშკა? გერბი. გერბი თუ საფასური? გერბი არის აი ეს უკარა მხარე. ვიცი, კაცო. დავიწყო? მე საფასური ესე. ზოთხარ? ხო. საფასური. ჩემია. ანუ ანუ არ გეგონათ რომ რამე არის დადგმული. ანუ ყველას გონია ხოლმე რაღაცა ეგეთ რაღაც ვიგონებთ და არ ვიგონებთ, აი. და ის განახოთ, ხო, აი. აუ ის კუნძი თქვენ რა გონია რომ ტყუილად მოვიტანე, ანუ ჩათვალე ტყუილად არ არის, ზედ დავალაგებ რაღაცებს და გავიკეთებ საჭმელს, გავიცხელებ ამაზე. არ მინდოდა ცივი საჭმელის ჭამა. აი რა, როგორ მინდოდა რომ ყველს აი რაში გინდოდა გაფიცებ? ჭიქას დავდებდი მაგას. უბრალოდ გინდა რომ მე დავშე არაფრის გარეშე? ხო? იცი რატო? იმიტომ რომ მე არ მაქვს არაფერი. სანამ ჩაიწובה და ნახშირი გახდება, მაქამდე მოვამზადოთ თევზი და შევახვიოთ ფოლგაში. ეხლა წავიდეთ და განახებთ როგორ უნდა გარეცხოთ და გაწმინდოთ თევზი თოვლის პირობებში. ზამთარში წამო. აქ ხო ხედავთ სუფთა ადგილს. აი ახლა ჯერ გავშალოთ ფოლგა. და ესე, კარგად. და აქ დავდოთ. მერე გავაძროთ ცელოფანი ჩვენ თევზს. ესეთ კი არის გაყინული და ეხლა რა ვიცი მე. მაგრამ ვიღებთ თოვლს, ესე იქით აქეთ ვწევთ, შიგნით სუფთა თოვლი გვხვდება და აი ესე რეცხავთ. აი ესე გარეცხავთ, კარგად. და მე შეახვევთ ფოლგაში. არც მარილი მაქვს, არც არაფერი არ მაქვს. აი ესე. აი ესე გადავახვევთ. ოღონდ აი კარგად უნდა შეახვიოთ. ერთი ფენა არ ეყოფა, რადგანაც ნახშირზე დებთ. ნაკვერცხარი როგორც კი ჩაიწובה, აი ამ თევზს დავადებ ზევიდან და შევწოვ და მე გემრიელად შევჭამთ, იმიტომ რომ ძალიან შეა. ესე იგი ესეთი გამართლება კაცობრიობას არ ახსოვს. ალბათ რავი, წინა ვიდეოში ვისაც გაქვთ ესეთი ეს გაზი ნანახი, გემახსოვრებათ როგორ მუშაობს. აი ესე, ძალიან მაგარი გაზი არის. ჩახრახნი. სკაპ და მორჩა, შეგიძლია ანთო. სავარაუდოდ არ ჩანს, მაგრამ აერთო. და მოვამზადოთ ახლა ჩვენი საჭმელი ესეთი ლობიო კახურად. პირველ რიგში ეს უნდა ავხადოთ. თავსახური. ბოლომდე უნდა ავხადო, იმიტომ რომ აი ეს იქნება ჩემი კოვზი და ამით უნდა ვჭამო. დავადგათ და დაველოდოთ ახლა ეს როდის ადუხდება. წეგან არ მithქვია. ვიყიდე ესეთი დოშერაკის მსგავსი 55 მეთრის რაღაცა მივეცი, ესეც მომივიდა 10 ლარში. თუ მომშივდა კიდევ და სავარაუდოდ მომშივდება, წყალს ისევ და ისევ თოვლისგან ავადუღებ, ამას ჩავკრე ყველაფერს და შევჭამ ძალიან გემრიელად. ჩემი შეშა ჩაიწვა უკვე. ეხლა ამას ჩავდებ შიგნით ამ ულამაზეს თევზს და უგემრიელი ისი გამომივა დარწმუნებული ვარ და გიორგის აი რაღაცა ლობიოს აჯობებს, აი აქ რო სუნი მომივიდა და ეწვა კიდევაც სუნი ვიგზენი ჩაიწვა. აი ეს ჩადებთ, აი აქ, ესე ჩავდოთ და დავტოვოთ. აი ერთი 30 წუთი მაინც უნდა.
ვისაც ჩემი გადარჩენა მოგწონთ, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, დააკომენტარეთ და დაგვასაბსქრაიბეთ. აი აქ subscribe-ს მიაჭირეთ. ნახეთ ხალხო როგორ თუხთუხებს გავაცხელე, გავახურე და ავსინჯოთ მოკლედ ახლა და გავიგოთ რამდენად გემრიელი არის. ამ ფირმის სხვათა შორის აი სადილ რო აწერია, ბევრ რაღაცა მაგასინჯული და ძალიან გემრიელია, ქართულია, როგორც ვიცი. აუ, ჭამას არ ჯობია არაფერი დედამიწის ზურგზე. ცოტა გამასინჯე. არა, სანამ ამას ახლა ყოლებს შევჭამ, ესეთი რაღაც მინდა გითხრათ რა. ეს ახლა არც რეკლამა არ არის, არც რამე მსგავსი. უბრალოდ მინდათ რომ აი მთელი გულით გითხრათ. აი სადილი არის ქართული კომპანია აშკარად რა. და აი თუ არ ვწდებით წინაზე ტუშონკები რო არის ხო იცი ეგეთი რაღაცას გავსინჯეთ და აი ხორცით იყო გამოტენილი და რამე. სხვა რაღაცებს გირჩევთ მართლა რომ ეს ქართული იყიდოთ, იმიტომ რომ არის ძალიან გემრიელი ტუშონკაში იყო აი თუ ხორცი იყო გამოტენილი რაც სხვაგან არ მინახავს რა. რაც შეეხება კიდე აი დიდ მაღაზიებს და კიდეც პატარა მაღაზიებს ვისთანაც აი შეაქვთ რა. უნამუსოდ ნუ ექცევით აი ესეთ ქართულ წარმოებას და აიღეთ ეს პროდუქტი და დადეთ ცოტა ზედათაროებზე. ნუ ვსთხოვთ კატასტროფულ ფასებს რომ უბრალოდ ზედათაროზე დადოს. ნუ ძალიან გემრიელი არის, ანუ მართლა აი ეს ფირმა რაც არის რასაც ამზადებენ მართლა მირჩევნია ნებისმიერ უცხოურ წარმოებას. გინდა ფასით და გინდა გემოთი. ქართულ რაღაცებს ვინც აწარმოებს შეგიძლიათ ყველამ დაგვასპონსოროთ, იმიტომ რომ ქართული ყველაფერი გვიყვარს. სანამ თევზი შეიწובה, გადავკიდე ნასკები და გაშრება. დამისვლა ხალხო ნასკები. არ შემიკრია ისელოფრები და ჩავიდა, ჩაცურდა დაბლა და სულ დამისვლა ფეხსაცმელი და ფეხიც. ვაიმე! ნასკები! მომიგდე რამე ჯოხი მომიგდე, ბიჭო! ნასკი მეწვის, ბიჭო! გერგი რაღაცინებს მეხები გამეხინება მომეცი რამე. საათზე მეტია, საათნახევარზე მეტია, რაც უკვე იწვის. ეს თევზი დარწმუნებული ვარ შეიწვებოდა კიდევაც. სუნიც მომდის თევზის უკვე რაღაცა მოხარშulis, მაგრამ რა ვიცი, ეხლა გადმოვიღოთ და შევამოწმოთ შიგნიდან როგორია. გადავიტანოთ ეს უცხელესი თევზი თოლში. და ნამდვილად არ მინდა თოლში სიარული, იმიტომ რომ ნასკები აღარ მაქვს და დამეწვა. გავაგრილოთ გარედან და გავხსნათ. მოდი გავხსნათ. რა შემიფუთი? შემწორია ბიჭო. აი ჩემი თევზი ხალხო. და გავსინჯოთ. მომი რა გემრიელი გამოვიდა. შეიხები და მოგამტრევ ხელებს. შენ გამო ფეხში შველა ვარ თოლში ფაქტიურად. ფერი მზად ვარ უკვე დასაწოლად და მინდა გითხრათ რომ კატასტროფული სიცივე არის უკვე ტელეფონში გადავაბოწმე და -3 გრადუსში უჭირავს. წარმოდგენაც არ ვიდა შუაღავისას რა იქნება. მე რა მაინც უნდა ვცადო ეხა დაძინება წაბავწვები და ვეცდები რომ დავიძინო სხვა გზა არ არის. სულ ეს არის. ძილდებისა ხალხო. ტკბილი ძილი და ხვალდილით შევხვდებით. მთელი ჩემი შეშა საჭმლის გაკეთების დროს დამიმთავრდა და აღარ მაქვს საერთოდ. აზრიც აღარ აქვს, აქ რამე მოუძებნო და ცეცხლი დავანთოვით, რომ ყველაფერი სველია. ქაღალდით კი არ მაქვს, რომ რაღაცას გავუკიდო ცეცხლი. ამიტომაც ვეცდები, რომ ახლა მოვიკუნტო, რაც შეიძლება მჭიდროდ ვიჯდე და ისე დავიძინო. ვეცდები, ფეხები მაქვს გაყინული. აი ძალიან მცირე ეს ხელთათმანიც ძალიან თბილია, მაგრამ მეყინება ხელები. არ ვიცი როგორ გავძლებ ამ ღამეს. თუ ოდნავ მაინც ხვდებით რა დღეში ვარ, გამომიწერეთ, subscribe-ს დააჭირეთ დაბლა. გთხოვთ, გამომიწერეთ. იცით როგორ ცივა? რატომღაც მგონია, რომ ბევრი ვერ გაუძლებს ამას და ერთ-ერთი მე ვარ. ესე იგი ხალხო, რატო ვართ ეხა ბაქარაში გაგიკვირდებოდათ ალბათ? გავიყინეთ მე და ქრისტი, ეხა არის ღამის 3 საათი. მეტი ვერ გავძელით ფიზიკურად. არ ვიცი, მე მეტი ვერაფერს ვერ ვიზავ, რაც შემეძლო ვქენი. ერთადერთი ეხა ფეჩი ჩავთვეთ და ეგ გავთვებით, თორე შეიძლება გულბა დავარტყოს ყველაფერი მაგ გაყინული. აი ეხა ცოტა გავთვებით კიდე, ანუ ფეჩი ვაით ჩავთვეთ და გავთვით ვაიც რა. თითები ლურჯი გამიხდა. ხელის თითები ლურჯი გამიხდა. აი ფრჩხილები სადაც არის ხალხო. ძალიან ცივა. ფეხებს არ მინდა შევხედო. ვერ ვიღებ ფეხსაცმლიდან ფეხს. იცით რატო? იმდენად გაყინული მაქვს, რომ ჯერ ხო ვერ ვიღებ და მეორე კიდე დანახო არ მინდა, იმიტომ რომ მგონი რომ განგრენა მაქვს უკვე. რამდენიმე საათი ხა დაველოდებით, ცოტა გათენდება და შევაჯამებთ ყველაფერს და ეგ არის და ეგ რა იმედია. როგორც ხედავთ, გათენდა ხალხო.
დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახავდა და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ყველაზე კატასტროფული ღამე ალბათ ჩემი ცხოვრების ისტორიაში. გავიყიდე, გავითოშე, აი უბრალოდ შეუძლებელი არის ღამე თოვლიან ტყეში დარჩე და გაათენო ყველაფრის გარეშე. მერწმუნეთ, არავინ არასდროს არ მოხვიდეთ ესე ტყეში, თოვლიან ტყეში ოღონ და არ დარჩეთ 24 საათის განმავლობაში, იმიტომ რომ აუცილებლად ან გაცივდებით, ან რაღაც მოგივათ. ჩემთვისაც წარმოუდგენელია ღამე ესეთ სიცივეში გათენება საერთოდ. ვერანაირად ვერ გათბები, რაც არ უნდა თბილი რაღაც გეცვათ და თერმული იყოს, ვერ გათბებით, თუ არ იმოძრავეთ. მაშინ უნდა ირბინოთ მთელი ღამის განმავლობაში. ხო, აი როგორც კი წამოწვევი და 10 წუთი გავა, იმ წამსვე იყინები. აუცილებლად დაალაიქეთ, დაგვასაბსქრაიბეთ და დააკომენტარეთ თქვენ როგორ გაძლებდით 24 საათი ესეთ სიცივეში და თოვლში. მოკლედ, ჩვენი გამოწერა არ დაგავიწყეთ, აი გურგვალი რაღაც გამოჩნდა და მიაჭირე.